არ ვიცი, არა. ობლიგატო. ირანის რეჟიმი შეშინებული იხევს უკან მას შემდეგ, რაც მან კატასტროფული თავდასხმა განახორციელა საუდის არაბეთში. ირანმა კვლავ მიმართა თავისი რაკეტები იმ ტერიტორიაზე, სადაც ამერიკული ძალებია განლაგებული და სცადა ეს ქმედება ძალის დემონსტრირება წარმოეჩინა. მაგრამ 2026 წლის 18 ივლისის გამთენია დასრულდა დადასტურებული სამხედრო შედეგის გარეშე. ამერიკის შეერთებული შტატების ერთ-ერთმა თანამშრომელმა განაცხადა, რომ ირანული ბალისტიკური რაკეტა გაუშვეს ამერიკულ ბაზაზე საუდის არაბეთის ტერიტორიაზე. მანამდე ცოტა ხნით ადრე საუდის არაბეთის სამოქალაქო თავდაცვამ გასცა საფრთხის შესახებ გაფრთხილებები ალ-ქარჯისა და იამბუსთვის. შემდეგ ხელისუფლებამ გამოაცხადა, რომ საფრთხე გადაიარა, თუმცა არ გავრცელებია ინფორმაცია ზიანის, მსხვერპლის ან განადგურების შესახებ. ალ-ქარჯში მდებარეობს პრინცი სულთნის საავიაციო ბაზა, რომელიც გადამწყვეტი ობიექტია თვითმფრინავებისთვის, მეთვალყურეობისთვის, საჰაერო თავდაცვისა და შეერთებული შტატების ოპერაციების მხარდაჭერისთვის რეგიონში. ირანის რეჟიმმა სცადა ამ პარტნიორობის სიმბოლოზე დარტყმა, მაგრამ საკუთარ სიჩუმეში გაიჭედა და არ გამოიწვია რაიმე ცვლილება ამერიკულ შეტევაში. ჯერჯერობით არც საუდის არაბეთის თავდაცვის სამინისტრომ და არც შეერთებული შტატების ცენტრალურმა სარდლობამ არ წარმოადგინეს საჯარო დეტალები შესაძლო ზიანის შესახებ. სწორედ აქ იქცევა ეს თავდასხმა კატასტროფად. თეირანმა კიდევ ერთი ფრონტი გახსნა. ომი საუდის არაბეთის შიგნით გადაიტანა და რიადს კიდევ უფრო დიდი მიზეზი მისცა, რომ შეერთებულ შტატებთან ერთად თავისი თავდაცვა გააძლიეროს. ილაპარაკე, სწრაფი მატარებელი მოდის. შეტევა მოხდა მას შემდეგ, რაც ამერიკელებმა მე-7 ღამე ზედიზედ ირანის სამხედრო სტრუქტურებზე იერიში მიიტანეს. შეერთებული შტატების ცენტრალურმა სარდლობამ განაცხადა, რომ დაარტყეს სადამკვირვებლო პუნქტებს, იარაღის მიწისქვეშა საწყობებს, ლოგისტიკურ სტრუქტურებს და საზღვაო შესაძლებლობებს. რაც უფრო მეტად ცდილობს თეირანი კონფლიქტის გავრცელებას, მით უფრო მეტი სპარსეთის ხურის ქვეყანა იწყებს რეჟიმის პირდაპირ საფრთხე დახმას. საუდური სამიზნე კი სამხედრო თვალსაზრისით ძალიან მნიშვნელოვანია. პრინც სულთნის საჰაერო ბაზა მდებარეობს ალ-ქარჯში, რიადის სამხრეთით და მასში განთავსებულია ამერიკული ძალები და თვითმფრინავები, რომლებიც გამოიყენება სადამკვირვებლად, საწვავით მომარაგებისა და რეგიონული დაცვისთვის. ამ ობიექტზე თავდასხმა ნიშნავს ერთდროულად აშშ-ის ყოფნისა და საუდის არაბეთის სუვერენიტეტის დაზიანებას. პრობლემა ირანისთვის ის არის, რომ გავრცელებული ინფორმაციით თავდასხმამ ამერიკული კამპანია არ შეაჩერა. საუდის არაბეთმა გამოაცხადა განგაში, ამოქმედა თავისი პროტოკოლები და შემდეგ განაცხადა, რომ საფრთხე აღარ არსებობდა. რადგან ბაზაზე დადასტურებული ნამსხვრევები არ აღმოჩნდა, არც განადგურებული თვითმფრინავები და არც მსხვერპლის ანგარიში, რეჟიმს მხოლოდ მუქარა დარჩა. ეს არ ყოფილა პირველი ირანული მცდელობა ამავე ობიექტის წინააღმდეგ. 2026 წლის მარტში რაკეტებითა და დრონებით განხორციელებულმა თავდასხმამ 12 ამერიკელი სამხედრო დაჭრა, მათგან 2-ს მძიმე დაზიანებები მიაყენა და დააზიანა საწვავით მომარაგებელი თვითმფრინავები პრინც სულთნის ბაზაზე. ამ შემთხვევამ დაადასტურა, რომ ობიექტი მოწყვლადი იყო და აშშ-სა და საუდის არაბეთს აიძულა გაეზარდათ დაცვა, გაეფანტათ თვითმფრინავები და გაეზარდათ მზადყოფნა. ეხლა, როდესაც ისინი ცდილობენ იგივე იერიში გაიმეორონ, მადლობთ. ეს ხსნის, რატომ ექცევა ალ-ხაზში ნებისმიერ გაფრთხილებას სასწრაფო ყურადღება და რატომ მოქმედებს დადასტურებული შედეგის არარსებობა ირანული პროპაგანდის წინააღმდეგ. რეჟიმმა ახალი მუქარა წამოიწყო, რადგან ირანის სამხრეთში მზარდი ზეწოლის ქვეშ იმყოფება. შეერთებული შტატების თავდასხმებმა დააზიანა ხიდები, მარშრუტები, ენერგეტიკული ობიექტები, პორტის ტერიტორიები და სადამკვირვებლო სტრუქტურები ბანდარ აბასის, ჩაბაჰარისა და ჰორმუზის სრუტის მახლობლად. თეირანი შიშობს, რომ დაკარგავს გადაადგილების თავისუფლებას სანაპიროზე, ასევე ბანდარ აბასის, ჩაბაჰარისა და ჰორმუზის სრუტის მონიტორინგის შესაძლებლობას.
და კონტროლს იმ მარშრუტებზე, რომელსაც იხენებს რევოლუციური გვარდია. თავდასხმების თავიდან აცილების ნაცვლად რეჟიმი ცდილობს ფასი გადაახდევინოს იმ ქვეყნებს, რომლებიც ამერიკულ ძალებს მასპინძლობენ. ეს არჩევანი მეზობლებს სამიზნეებად აქცევს და ირანის იზოლაციას აძლიერებს. ეს ესკალაცია ზრდის აღშფოთებას სპარსეთის ყურეში და ამცირებს. სივრცეს ნებისმიერი რეგიონული მთავრობისთვის, რომ ირანის სანდო პარტნიორად ავიქვას. ეს მოდელი მეორდება. თეირანი აცხადებს მასშტაბურ განადგურებებს, ავრცელებს მკაცრ განცხადებებს და ტოვებს ბუნდოვანებას იმის შესახებ, თუ რა დააზიანა რეალურად. შეერთებული შტატები აგრძელებს თავდასხმებს. საზღვაო ბლოკადა გრძელდება და ამერიკული ძალები კვლავ რეგიონშია განლაგებული. საჯარო თვალთვალის მონაცემებმა აჩვენა, რომ ამერიკის შეერთებული შტატების საჰაერო ძალების 6 საწვავით გამამარაგებელი თვითმფრინავი დაფრინავდა სპარსეთის ყურის რეგიონში, საუდის არაბეთის აღმოსავლეთ ნაწილში. ამ დროისთვის ამ მისიების ყველა მიზანი ოფიციალურად არ გამოქვეყნებულა, მაგრამ მათი კომბინაცია გარკვეულ სტრუქტურას აჩვენებს. მებრძოლი თვითმფრინავების უფრო ხანგრძლივად მხარდაჭერისთვის, გაშვებების მონიტორინგისა და შესაძლო პასუხის კოორდინაციისთვის. საწვავით გამამარაგებელი თვითმფრინავები სხვა სახაერო ხომალდებს აძლევენ საშუალებას დარჩნენ ჰაერში და არ დაბრუნდნენ დაუყოვნელივ ბაზებზე საწვავის შესავსებად. ეს აჩვენებს, რომ საუდის არაბეთი აძლიერებს მეთვალყურეობასა და რეაგირების უნარს სწორედ მაშინ, როცა ირანის რეჟიმი ცდილობს გაურკვეველი შედეგის მქონე გაშვება წარმოაჩინოს, როგორც ძალის დემონსტრაცია. გაურკვეველი შედეგის მქონე გაშვება ძალის დემონსტრაციად აქციოს. ეს ნაბიჯი ასევე აჩვენებს რისკს, რომელსაც თეირანი ვერ უგულებელობს. საუდის არაბეთსა და პაკისტანს შორის 2024 წლის 17 სექტემბერს გაფორმებულია ურთიერთდაცვის შეთანხმება. დოკუმენტი ადგენს შესაბამის პირობებს. ორივე ქვეყნიდან ერთ-ერთზე თავდასხმა ორივეს წინააღმდეგ აგრესიად ჩაითვლება. გავრცელებულ განცხადებაში საუბარია ფართო თანამშრომლობაზე, რომელიც მოიცავს ყველა სამხედრო საშუალებას. ბირთვული დაცვის შესაძლებლობა განხილვის საგანი გახდა, რადგან პაკისტანს ბირთვული იარაღი აქვს. და მისი თავდაცვის მინისტრმა ხელმოწერის შემდეგ განაცხადა, რომ ეს შესაძლებლობა შეიძლება საუდის არაბეთისთვისაც იყოს ხელმისაწვდომი. ირანს არ იცის, რამდენად შორს წავა ისლამაბადი იმ შემთხვევაში, თუ განმეორებითი თავდასხმები საუდის არაბეთის ქალაქებს, ბაზებს ან ობიექტებს უკიდურეს საფრთხეში ჩააყენებს. ფაქტი უკვე თეორიის ფარგლებს გასცდა. პაკისტანი ინარჩუნებს სამხედროებსა და ავიაციას საუდის არაბეთში და სულ უფრო მეტ ზეწოლას განიცდის მას შემდეგ, რაც ჰუთებმა განაახლეს თავდასხმები საუდის არაბეთის ტერიტორიაზე. პაკისტანელმა ოფიციალურმა პირებმა განაცხადეს, რომ სამეფოზე ნებისმიერი აგრესია ასევე განიხილება როგორც აგრესია პაკისტანის წინააღმდეგ. ისლამაბადი კვლავ ცდილობს შეინარჩუნოს თავისი დიპლომატიური როლი და თავიდან აიცილოს ომში პირდაპირი ჩართვა, მაგრამ ნათლად განაცხადა, რომ დაეხმარება რიადს, თუ სამხედრო მხარდაჭერა მოთხოვნილი იქნება ალიანსის პირობების ფარგლებში. ხუთების თავდასხმებმა აბას აეროპორტზე უკვე დაარღვია წლების განმავლობაში არსებული შედარებითი სიმშვიდე საუდის არაბეთის საზღვარზე. რაკეტები იქნა გადაჭერილი და დადასტურებული მსული მსხვერპლი არ ყოფილა, მაგრამ ეს შეტევა აჩვენებს, თუ როგორ შეუძლიათ ირანთან დაკავშირებულ ჯგუფებს სცადონ ზეწოლა რიადზე ისე, რომ თეირანი არ აიღებს საკუთარ თავზე ესკალაციის მთელ ხარჯს. ეხლა, როდესაც გავრცელდა ინფორმაცია ირანული რაკეტის შესახებ, რომელიც ამერიკულ ბაზაზე იქნა გაშვებული საუდის არაბეთის ტერიტორიაზე, ირიბ თავდასხმებსა და პირდაპირ დაპირისპირებას შორის ზღვარი კიდევ უფრო შემცირდა. პაკისტანის ჩართვა მთლიანად შეცვლიდა კრიზისის მასშტაბებს. ისლამაბადს მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე დაიდი მუდმივი არმია ჰყავს, მზადყოფნაში მყოფი საჰაერო ძალები და ბირთვული შესაძლებლობები. ეს ირანის რეჟიმს დაუპირისპირებდა ალიანსს, რომელიც შედგება შეერთებული შტატების, საუდის არაბეთისა და პაკისტანისგან, ასევე სხვა სპარსეთის ყურის ქვეყნებისა, რომლებიც უკვე აძლიერებენ თავიანთ თავდაცვას. თეირანმა გახსნა ეს შესაძლებლობა, როდესაც თავისი რაკეტები საუდის არაბეთის ტერიტორიაზე გადაიტანა, ისე რომ სამხედრო თვალსაზრისით მიღწეული წარმატება არ შეესაბამებოდა შექმნილ რისკს. რეჟიმმა სცადა რიადის დაშინება, მაგრამ გამოიწვია დაუყოვნებელი საჰაერო პასუხი. კიდევ უფრო დაახლოვა საუდელები და ამერიკელები და პაკისტანური შეთანხმება ომის ცენტრში მოაქცია. პაკისტანმა კიდევ ერთხელ დაადასტურა თავისი ვალდებულება რიადთან. ირანის რეჟიმი განცხადებებით შემოიფარგლა მას შემდეგ, რაც შექმნა მუქარა, რომელმაც შეიძლება ომში კიდევ ერთი დიდი არმია ჩართოს.
დიდი მადლობა რომ ეს ვიდეო ბოლომდე ნახეთ. მხარი დაუჭირეთ ჩვენს პროექტს და ფინანსურად შეიტანეთ წვრილი იმ პიქსის გასაღების საშუალებით, რომელიც თქვენს ეკრანზე ჩანს. ჩვენ ვართ დამოუკიდებელი არხი, რომელიც მიზნად ისახავს თქვენთვის სიმართლის მიწოდებას. თქვენი წვლილი გვეხმარება საქმიანობის გაგრძელებაში.